გაგაცნობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგელიძეს, რომელიც თურმე სამჯერ არის ნასამართლავი, ერთხელ თაღლითობაზე, მეორედ ადამიანის გატაცებაზე, მესამედ იარაღის უკანონო ტარებაზე და არ უარყოფს ბატონი დავითი ამას და ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა და რომ ასე ვთქვათ, ჩაუდეს იარაღი შეიძლება ჩაგიდო, ნარკოტიკული ნივთიერება ჩაგიდო, მაგრამ სამი ადამიანი გასატაცებლად როგორ ჩაუდეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ანუ უმძიმესი კრიმინალური წარსულის ადამიანია. უმძიმესი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რო წარმოვიდგინოთ რა ხალხით იქნება დაკომპლექტებული აკადემია. აპირებენ რომ ყველა მიმართულებას დავუნიშნოთ სრული პროფესორი, ეს სრული პროფესორი იქნება იმ მიმართულების ხელმძღვანელი, მას ექნება 10,000 ლარიანი ხელფასი, ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის ფარგლებში ხდება ეს. ანუ თბილისში რო იქნება მარტო თესეოს სამართლის ფაკულტეტი, აი იმ სამართლის ფაკულტეტზე როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, ისე თესეოს პროფესორები დაემორჩილებიან ერთ ადამიანს, სრულ პროფესორს, რომელსაც რეჟიმი ჩვენი ჯიბიდან გადაუხდით 10,000 ლარს და მისი ხელით გააკონტროლებს მთელ აკადემიურ პერსონალს. ყველაფერი იქნება ჰიპერცენტრალიზებული. დაწყებული პროფესორ-მასწავლებლებით, გაგრძელებული სრული პროფესორებით, დასრულებული რექტორით. და ბარემ უნდა ვთქვათ, ვინ შეარჩევს ამ ხალხს, ხო, ვინ შეარჩევს თქვენი შვილების პროფესორებს. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ბოლო 13 წლის განმავლობაში თითქმის ყველა პრემიერი, პრეზიდენტი, დეპუტატი, მინისტრი, სუსის უფროსი თავადვე ყავს გამოცხადებული მოღალატედ. ეხლა იგივე კაცი შეარჩევს თქვენი შვილების პროფესორებსაც.